ამ წუთებში ქეთი ქარდავა ისაუბრებს ახლა პირდაპირ ეთერში. ქეთევან გისმენთ. ბავშვი დაიბადა და ის არის ჯანმრთელი, ყველას გილოცავთ. ესპანელი მომხსენებლის ეს სიტყვები ეხება დროებითი შეჩერების მექანიზმს და იმ კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას, რაზეც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები ევროპულ ინსტიტუტებს შორის. ამ ეტაპზე ამ შეთანხმებას მხარს უჭერს ევროკომისია, პარლამენტი, ასევე ევროპული საბჭო, ასევე გასულია უკვე საკითხი ლიბეს კომიტეტზე და მხარდაჭერილია და განცხადება გაკეთდა, რომ სავარაუდოდ დროებითი შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტში შედგება მომავალ კვირას სტრასბურგში. ინსტიტუტებს შორის შეთანხმების შემდეგ დღეს დილით ევროპულ საბჭოში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედი ელჩები. ისინი მიესალმნენ მიღწეულ შეთანხმებას და გადაწყვეტილებას და ასევე დაეთანხმნენ ამ გადაწყვეტილებას. განცხადება გააკეთა სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არსებული და დღეს მოქმედი დროებითი შეჩერების მექანიზმი არ იყო ადეკვატური, ახლა იქნება ეფექტიანი და მოიტანს შედეგს. ასევე მინისტრის განცხადებით შეთანხმება და კომპრომისულ ვარიანტზე უკვე გადაწყვეტილების მიღება გაუხსნის გზას შემდგომ პროგრესს ვიზა ლიბერალიზაციაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოსთვის და უკრაინისთვის. ცოტა ხნის წინ საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა და გაავრცელა განცხადება მარია გაბრიელმა, მომხსენებელმა ევროპის სახალხო პარტიიდან, მომხსენებელმა საქართველოს შესახებ. მარია გაბრიელიც მიესალმება მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მხარდაჭერილ ტექსტს ლიბეს კომიტეტზე და ასევე წერილის თანახმად ის თხოვს შესაბამის ორგანოებს, კერძოდ პარლამენტს და საბჭოს, რომ დაიწყონ დაუყოვნებლივ მოლაპარაკება იმისათვის, რომ საქართველოსა და უკრაინას მიენიჭოს უვიზო მიმოსვლა. წერილში საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიიღო კომიტეტმა, ლიბეს კომიტეტმა 2 თვის წინ და მარია გაბრიელი ამბობს, რომ არ შეიძლება პროცესი გაჭიანურდეს, ვინაიდან ამ ქვეყნებს დაკმაყოფილებული აქვთ მოთხოვნები და კრიტერიუმები და დროულად უნდა დასრულდეს პროცესი ამ ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებით. ჯერჯერობით ცნობილი არ არის დროებითი შეჩერების მექანიზმთან ერთად გავა თუ არა კენჭისყრაზე საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება. ამის შესახებაც სავარაუდოდ დღის ბოლომდე უკვე დადასტურებული ინფორმაცია გვექნება. ახლა კი მოვისმინოთ განცხადებები, რომელიც დღეს კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა. მოხარული ვარ იმ წარმატებული შეთანხმებით, რომელსაც გუშინ მივახციეთ. მინდა უთხრა მადლობა ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს პარლამენტში, რომელიც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ეს არის მკაფიოდ პოზიტიური და იმედის მომცემი გზავნილი საქართველოსთვის და უკრაინისთვის. ბავშვი დაიბადა, ის ჯანმრთელია და ეს არის ძალიან კარგი ამბავი. გილოცავთ ყველას. მინდა შევუერთდე მილოცვებს, ეს ნამდვილად სენსიტიური საკითხია, რომელიც წარმატებით დასრულდა. მინდა მიულოცო ყველას საბოლოო კომპრომისის მიღწევა და მადლობა ვუთხრა კომიტეტს იმ როლისთვის, რაც მან მნიშვნელოვან საქმეში ითამაშა და რაც დღეს ჩვენს წარმატებაზე საუბრის საბაბს გვაძლევს. მას შემდეგ, რაც აქტიურ ფაზაში გადავიდა მოლაპარაკებები საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ კომენტარი ევროპარლამენტს. კანონმდებლების უმრავლესობა ჩვენთან საუბრის დროს ამბობდა, რომ ამ საკითხს არანაირი წინააღმდეგობა არ ექნება ევროპარლამენტში, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანო მხარს უჭერს საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას, ხალხთა შორის კონტაქტის გაღრმავებას, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. დღეს ლიბეს კომიტეტზე და ასევე გუშინ ინსტიტუტებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ვესაუბრეთ საქართველოს მხარდამჭერს ევროპარლამენტარს ანდრეს მამიკინს. თქვენ იცით, რომ ეს იყო რთული და ხანგრძლივი პროცესი, თუმცა იგი წარმატებით დასრულდა. მინდა მიულოცო ქართველ ხალხს, მალე მათ ექნებათ შენგენისა და ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. აქამდე იყო მსჯელობა თუ როგორ უნდა გადაგვეჭრას საკითხის პოლიტიკური ასპექტები. ახლა კი მისი განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ საკითხს. პარლამენტმა შეასრულა თავისი საქმე საქართველოსთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან მიმართებაში. ეს იყო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ გააერთიანებინა ქვეყნები ერთ ჯგუფად. დარწმუნებული ვარ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება წარმატებით ამოქმედდება. საქართველოს აქვს ევროპარლამენტის უმრავლესობის სრული მხარდაჭერა. ჩვენ მზად ვართ, თუნდაც ახლავე უყაროთ კენჭი ამ საკითხს.
90 დღე 180 დღის განმავლობაში უვიზო რეჟიმი გულისხმობს მოკლევადიან ვიზიტებს საზღვარზე მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა რომ წარუდგინონ დოკუმენტაცია ნაცვლად საელჩოსი მესაზღვრეს ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ რომ უმნიშვნელოვანესია იმ ქვეყნებში ვისაც აქვს უვიზო რეჟიმი და ექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან საინფორმაციო კამპანია იმისათვის რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ წესების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია. დღესვე გავრცელდა პრეს-რელიზი, სადაც საუბარია რეფორმირებულ დროებით შეჩერების მექანიზმზე, თუ რას გულისხმობს და რა შემთხვევაში შეიძლება შეუჩერდეს ქვეყნებს. დასახელებულია სამი მიზეზი, ერთი თუ ვერ შედგა თანამშრომლობა რეადმისიის შესახებ, ეს არის არალეგალურ მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნება, რაზეც ევროკავშირსა და საქართველოს შორის რამდენიმე წლის წინ გაფორმებულია ხელშეკრულება, ასევე თუ საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვინც უარს იღებს საზღვრის გადაკვეთაზე, ან საგრძნობლად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. ევროკომისია იქნება ვალდებული და პასუხისმგებელი, რომ განახორციელოს მონიტორინგი ქვეყნებზე, ვისაც აქვს უვიზო რეჟიმი მინიჭებული ევროკავშირთან და ყოველწლიური ანგარიში წარადგინოს საბჭოშიც და პარლამენტშიც. იგივე ეხებათ წევრ ქვეყნებს, წევრმა ქვეყანამაც შეიძლება მოითხოვოს დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. ამისათვის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ერთ თვეში და თუ იქნება საკმარისი საფუძველი, მაშინ ქვეყანას, რომელიც არ ღვევს წესებს და რომელზეც არის, ასე ვთქვათ, საჩივარი შემოსული ორგანიზაციაში, პირველად შეუჩერდება 9 თვით, 9 თვის ამოწურვამდე ევროკომისიამ დამატებითი ანგარიში უნდა მოამზადოს 2 თვით ადრე და ან ისევ ძალაში შევიდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ან დამატებით 18 თვით გაუხანგრძლივდეს დროებითი შეჩერების მექანიზმი, ანუ შეწყდეს უვიზო მიმოსვლა. მიმდინარეობს ამ პროცესებზე დაკვირვება მთელი წლის განმავლობაში, როგორც გითხარით, ასევე პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ გაგრძელდება მონიტორინგი იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე, რის გამოც საქართველოს მიენიჭება უვიზო მიმოსვლა. პრეს-რელიზში მაგალითად მითითებულია ადამიანის უფლებები. ველოდებით კენჭისყრებს, ანუ 2 კენჭისყრა არის დარჩენილი, გავრცელებული ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ, რომ თითქოს უკვე ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან და უკრაინასთან, ჯერჯერობით სიმართლეს არ შეესაბამება.